მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. 2024-2025 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება და მოგლედ ბოლო ტურის ზოგიერთ ჩემპიონატში საჩემპიონო, ზოგიერთ ჩემპიონატში კიდე ისეთი მატჩები შედგა, რომელსაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ჰქონდა მნიშვნელობა ევროტურნირების თვალსაზრისით და მოგლედ კაი თამაშები იყო და ვისაუბროთ რატი როგორ კარგად თქვენ როგორ ძანდებით? მე ძალიან კარგად ვარ, შენ კარგად იქნები ბარსელონა ფაქტის და გამო რომ ბარსელონა ჩემპიონი გახდა ესპანეთში, გილოცავ ბარსელონას გუშინათო. ახლა ბარსელონასთან დავიწყოთ ბარსას ჩემპიონობით და ესპანიოლთან და დავიწყოთ არა პრობლემა. ესპანიოლთან თამაში კატალონიურ დერბი, ბარსელონური წინა ჩემპიონობაც 2022-23 წლების ჩემპიონობაც მოიპოვა ესპანიოლთან, ესპანიოლის სტადიონზე და იქ ისე მოხდა რომ ესპანიოლი გააგდო ბარსელონამ და იქ მახსოვს ფეხბურთელები გულში მაგურები შემოიჭრნენ სტადიონზე, ერთი ამბავი იყო მოკლედ ბარსელონას ფეხბურთელები გაიქცნენ გასახდელში, არაცადეს აღნიშნო და რაღაცები და ეხლა სარწყავი სისტემა ჩაურთეს და მოკლედ მაინც ესეთ დროს უწევს ბარსელონას რა აღნიშნოს არაცდიან. იქ ინციდენტი მოხდა კიდე მატჩამდე, ქალი შევარდა იმას შეგვია. ხო, როგორც იუწყებიან, კაროჩე, ზოლმა დაკარგა კონტროლი. არა, ეგვიდე უნახე ვაფშე. კი, ნახე და იმას თავიდან რაღაცებს ისვრიან დაჟე იმ ქალის მანქანას. ხო და რაღაც პანიკაში ჩავარდა თუ რაღაცა და მე დაკარგა კონტროლი ვაფშე მართვაზე რა და შევარდა ეგრევე. ხო, მაგრამ მე ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ 20-მდე დაშავებული იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ დაშავებულა რა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაზიანებები არ ჰქონდა არავის. და მოკლედ ბარსელონამ 22-ე აღმართა ლა ლიგის ტიტული და ჰანსი ფლიკის ვიჭებმა 2-0 თუ 0-2 დაამარცხეს ფერმინ ლოპესმაც გაიტანა ბოლოს და ესე იგი რასაც დავაკვირდი ბარსელონა არ ვიცი ანუ რატომ მოხდა ესე და რანაირად მოხდა რანაირად შეიძლებოდა ესეთი რაღაცა, ნუ ბარსელონა ჩემპიონატზე მოიგებდა ტრებლს, მაგრამ ვინაცადა სიმონ მარჩინიაკი ეგრე UEFA-მ და მოხსნეს საერთოდ ერთ-ერთ ტურნირის ფინალში ვერ იმსაჯეთ და მიზეზი ის იყო რომ ბარსელონასთან შეცდომები არ აპატიეს, ესე იგი ბარსელონასთან შეცდომები თუ დაუშვა, ესე იგი ბარსელონა გავარდა მარჩინიაკის გამო ხო. რა ვიცი მოკლედ ხო ნუ მოკლედ უკვე გადავთვალეთ ისა რომ ინტერი ფინალშია და რა ვიცი PSG-ს ხვდება და რაღაცა ასე და ყვარას დუბლი ისე კი ყვარას დუბლი ყვარამ ძალიან კარგად ითამაშა ოსერთან გაიტანა დუბლი და ნუ PSG-ს არაფერი არ ქონდა ისა მან რა ქვია მაგას დამტკიცებელი ხო უკვე მოგებული ქონდა და რეალურად ამ რა ქვია რეპეტიცია იყო რა ფინალისტი კი მან საფრანგეთი მოვრჩა მოკლედ 34 ტური გავიდა საფრანგეთში სამწუხარო ფაქტი ისაა რომ ზურიკო გავარდა სენტეტიანი გავარდა მოკლედ მე-17-ზე გავიდა სენტეტიანი და ვერც იმაში მოახერხა რა ქვია პლეი-ოფის ზონაში შესვლა იქ რეიმსი აღმოჩნდა მე-16 ადგილზე და მე წავიკითხე რომ სტრასბურგს უნდაო ზურიკო რა და სხვა ერთ-ერთი კი არა საუკეთესო ფეხბურთელი იყო მე მგონი იმის რა ქვია სენტეტიანის ზურიკო რა იმ სტასენთან ერთად კი ეგ მართალია კი მიუხედავად იმისა რომ ცუდ ფორმაში იყო სენტეტიანი წელს კარგი სეზონი ზურიკომ და სტასენმა ათრიეს სეკუნდის რაც სუსტასენი იტანდა და ეგ ანასიც დაებრუნდა და ეგეც კი მოკლედ ეგორი არ დარჩება მგონი იმაში რომ სენტეტიანში და სტრასბურგმა თუ იყიდა სტრასბურგი მე-7-ზე გავიდა, მაგრამ PSG-მ თუ მოიგო ლიგის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი, სტრასბურგი გავა ფორსტები ევროტურნირზე რა. დავიკითხე ეგ და კარგი იქნება ზურიკოს ევროტურნირზე თამაშთან გავარდნილი გუნდიდან მე-7 ადგილოსანში რო გადადიხარ ძალიან გაიგა რა. სტრასბურგი არა ცუდი გუნდი, წელსაც კაი სეზონი ჰქონდა ასე რა. ლიონი გავიდა ევროტურნირზე, ეგეც კაია, კიდევ ერთი ქართველი მიქაუტაც იქნება ევროტურნირზე. იქით ჰოლანდიაში იყო დაძაბულობა. ჰოლანდიაში იყო სასწავლო. იმაშიც რა ქვია, პორტუგალიაშიც ძალიან კაი ის იყო. პორტუგალიაში კიდე ოფიციალურად შემდეგ სეზონში ქოჩორაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგმა გაინახდა ეს პირველი ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა და ჯგუფში რაც არის იმაში. ხო და პორტუგალიაში იყო ძალიან მაგარი ვითარება. მოკლედ ორივე გუნდს ჰქონდა თანაბარი ქულები და სპორტინგს უნდა წაიგო ბენფიკას ჩემპიონობა იზეიმო, მაგრამ სპორტინგი ესე ადვილად არ წააგებდა ჩემპიონატზე. ნუ ეხლა გიუკერეში ისეთ ფორმაშია, რომ
22 სეზონით 121 გოლს პლუს ასისტი. 39 გოლი გაიტანა წელს პორტუგალიის ლიგაში რა. და რო არა ის 1 და 5 კოეფიციენტი, რომელიც პორტუგალიის ლიგას აქვს, ძალიან ადვილად მოიგებდა იმას, რა ქვია, ოქროს ბუთს, მაგრამ 1 და 5 კოეფიციენტის გამო ეხლა მაინც პირველზეა, რა სალას აქვს რაღაც ისეთი შანსები, რომ დაეწიოს. სალასი რა ბაბეს აქვს შანსები, იმიტომ რომ ბაბე არ განიხილებოდა თავიდან, მაგრამ შეღარა აგერ გოლები, ელ კლასიკოში ჰეტრიკი რაღაცა იქ და ლევანდოვსკისაც გადაუსწრო და სალასაც გადაუსწრო გოლსები და კი, გიუკერეში დარჩა რა ბაბეს. ნახოთ რა სიზონს ბაბეს. ნახოთ. არა, ბაბემ ხო, სალას გადაუსწრო. სალას 28 ხო ქონდა? 28 აქვს მგონი ახაც, ხო? არ ვიცი. ხო, კი, სალასი ბოლო ტურებში რაღაც ცოტა პასიური და ტოტენჰემთან რო გაიტანა, მის მერე ხო გაუტანია ჯერ და და ბაბე პირიქით ბოლოში უფრო ბაბე ამოქაჩა, საკმაოდ ამოქაჩა 29 ხო, ბოლო იმასთან სევილიასთან გაიტანა, ხო. კი, სევილიასთან ბარსელონასთან ჰეტრიკი და საკმაოდ ჩამოიდოვა ლევანდოვსკი ტრავმა მიიღო უბრალოდ, თორე ჩემი აზრით მოიგებდა რა, ბომბარდირი გახდებოდა. ნუ 25 გოლი წანგაი შედეგი არა სამომდე იყოს ახლა ლევანდოვსკისთვის. მეტის გაუტანია, მაგრამ ამას საკში ძალიან მაგარი შედეგია. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ესეთ ასაკშია, მაინც ახერხებს ეგეთ სეზონის ჩატარებას, რაც მართლა დასაფასებელია ლევანდოვსკის. პორტუგალიაზე ვისაუბრეთ იმაში, რა ქვია, ერედივიზიონში, ჰოლანდიაში მოხდა რაღაც. ერედივიზიაში PSV-ს და აიაქსს ჰქონდათ ერთი ქულა განსხვავება, მაგრამ მანამდე რა გააკეთა აიაქსმა? 9 ქულიანი დეფიციტი აღმოფრევინა PSV-ს, 6 ტურით ადრე იყვნენ 9 ქულით წინ. 6 ტურს ჭირდებოდა 2 მოგება, 3 მოგება, რომ გამხდარიყვნენ ჩემპიონები და ის იმდენი გააკეთეს, რომ PSV დაეწია, გადაუსწრო და 1 ქულით წინ იყვნენ და ხო ეს 9 ქულა მოიგო. ხო რა და ბოლო ტურში უკვე PSV-ს უნდა წაეგო და აიაქსს უნდა მოიგო და ორივე მოიგო. ის PSV თამაშობდა სპარტაკ როტერდამს, ხო და აიაქსი ვისე თამაშობდა? აიაქსი თამაშობდა თუ აქვს Twentes ხო და მოუგო. ორივე მოიგო, მაგრამ ეს მოგება აიაქსისთვის ჩემპიონთა ლიგას გავიდნენ, მაგრამ ეხლა სად ჰოლანდიის ჩემპიონი რო ხდები და სად მეორე ადგილით რო გადიხარ ხა. და ვეკჰორსტმა ის თქვა რა ქვია, ბოლო თამაში ანუ დამთავრდა დასრულდა თამაში Twentes-თან. ის კამერა ანუ უღებდა რა, კამერა ესე ახლოს მივიდა და გამოიხდა და ჩაარტყა ეს ხელი. ლექსნის ვეკჰორსტს. ხო, არა, ხო ამ ხელა შრომას რო ჩადებდა ბოლოში. არა, გუნდმა ესე სულ არ ვერიტყვი რომ არ დაიმსახურა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ PSV იმსახურა 103 გოლი გაიტანეს 34 თამაშში. PSV ძალიან მაგარი მაშია რა ქვია. ფორმაშია და კაია თამაშობდნენ. თან ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოიყურებოდნენ რა, იუვენტუსი გააგდეს ჯერ მერვე ფინალში გასასვლელი პლეი-ოფიდან და მე ინტერთანაც ითამაშეს თუ მილან ვერ გამამიწყდა ხო როგორ იყო. PSV არსენალი ხო, ნუ შანსო წააგეს მართალი, მაგრამ იუვენტუსს ხო გააგდეს. კი, ხო. ბატონო შემიშალა ხელი. მოკლედ ბუნდესლიგაზეც ვიტყვით 1-2-ს, ნუ კეინის პირველ ტიტულზე თქვით უკვე. მოიგო ამ კაცი თავის პირველი ტიტული, თავის 31 წლის ასაკში, მე ამდენი 15 წლიანი კარიერა ექნება. არა, 15 წელი ბევრი. კი, ხო, 14 წლიანი, 13 წლიანი კარიერაში. ხო, დაახლოებით. ხო, რა, სადღაც მასე მოიგო პირველი ტიტული ჰარიკეინმა და რაღაც მხრივ კარგი, ანუ რაღაც თუ კი არა, ძალიან მაგარია კეინი რომ კეინმა ძლივს მოიგო პირველი ტიტული და მაგრამ რაღაც მხრივ ცუდიცაა, იმიტომ რომ ასეთი დონის ფეხბურთელს ხო, ასეთი დონის ფეხბურთელს გააჩნია გუნდში, რა გუნდთან ტოტენჰემით რო ითხოვ რაღაცის გაკეთებას. ხო, ეგეც. კეინი რო საფარა 2008 წელს მერე არაფერი არ მოვიდა. ხო და ბუნდესლიგაში ეს სიტუაციაა, რომ მოკლედ ბოხუმი გავარდა და ჰოლშტაინ კილი გავარდა და ბუდუზე ზივაძეს და იქიდან ჰამბურგი ამოვიდა ძლივს 20 იქნა როგორც იქნა, კი. ხანებარე რა გააკეთეს ნახე ის ბალახი რო იმას გამოჭეს და ბადეები და რაღაცები რო წაიღეს სალში სამახსოვროდ. ჰაიდენჰაიმი თამაშობს გადათამაშებას და ბუდუზე ზივაძეს გუნდ წარმატებული. ნუ მეტ ბუდუს დატოვებენ და თუ მოიგეს საერთოდ გადათამაშება თუ დარჩენ ბუნდესლიგაში წარმატებები აქვს მომ. დორტმუნდის ბორუსიაზე მინდა თქვა რამოდენიმე სიტყვა რა, გუნდი რომელიც იყო მე-9 ადგილზე თუ ვცდები. უფრო ქვევით იყო მე-11-12-ზე იყო. მოვიდა ნიკო კოვაჩი და ძალიან მაგარი, ანუ
მაგარი არ არის ახლა მflades კოვაჩი, როგორ ვთქვა, ბაიერნში იყო და ბაიერნშიც ვერ ათამაშებს ბაიერნი, მაგრამ ჩემი აზრით ბაიერნის დონე არა, მაგრამ ეგეთ გუნდში შეიძლება. ეგეთ გუნდში მართლა შეიძლება და დორტმუნდს მოაგებინა ისეთი თამაშები, ბაიერნთან ფრეითამაშა, ლევერკუზენს მოუგო, ბოლო ტურში ჭირდებოდა მოგება ფრაიბურგთან და ფრაიბურგი იყო მე-4-ზე, დორტმუნდი იყო მე-5-ზე და მოუგო ფრაიბურგზე, გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და ბუნდესლიგა, ევროპა ლიგაზე გადააგდო ფრაიბურგი. მაინცის მე-6 ადგილი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ეგეთ პატარა გუნდებს ცოტა არ იყოს და წურავ, გულშემატკივრო. ხო, მაინც ასე ხარულოა, ხო. მაგრამ ლაიფციგი დარჩა ევროპის გარეშე. ეგ ცუდია. მაგრამ პრინციპში ერთხელ ხომ უნდა დარჩნენ ხა იმის გარეშე. ლაიფციგი წელს ვერ იყო მაინც და მაინც ესეთი გუნდი რა. სულ გადის ევროტურნირზე. და შტუტგარტს აქვს შანსი რომ გავიდეს ევროტურნირზე. ფინალში თამაშებიან არმენიას. დორტმუნდმა ლიგაზეც კარგად ჩაატარა თამაში. კი, მაგას ვამბობ, კოვაჩის დამსახურება, ეგეც კოვაჩი იყო მაგას ახალი დანიშნული და არის ბარსასაც მოუგო, ბაიერნთან ფრეითამაშა, ლევერკუზენ, ფრაიბურგიანოს მნიშვნელოვანი თამაშები რაც ჰქონდა ევროპულიზმზე გასასვლელი თამაშები ყველა მოიგო და მილანივით არ დაემართა გუნდს. ხო, ახლა ზედიზე რამდენი გამარჯვება. ხო, ზედიზე ლაგერ აქ 5 წერია და კიდე იქნება რამდენიმე რა. ხო და მილანივით არ დაემართა რა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მილანსაც ჭირდებოდა ქულები, რომ ევროპულ ზონაში მაინც ასულიყო ჩემპიონთა ლიგაზე არა საუბარი. ერთი ტურია დარჩენილი და 60 ქულა და ისიც აღსანიშნავია, რომ რომა იყო ძალიან ცუდ მაშინ რა ქვია პოზიციაში და გასავარჯულოსთან დაუბრუნდა 18 მატჩი მოაგებინა ზედიზე, მე წააგეს და ეხა ისე მოუგოს მილანს. ანუ ევროპა ლიგაზე გაიყვანა გუნდი. ევროპა ლიგაზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის შანსი აქვს შეხედე. ჩემპიონთა ლიგის შანსი აქვს სერიოზული, იუვენტუსის მარცხი და რომას მოგება. საჭირო იმისთვის რომ რომა მე-4 ადგილზე გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე. არანია წარმაგარი მწვრთნელი, არანია ხება და ხება, რა ვიცი. მართლა. მარტო იქიდან უნდა დავიწყოთ რომ ლესტერს მოაგებინა პრემიერლიგა. ეგ ხო საერთოდ ხა. მართლა რა ვიცი. მართლა წარმაგარი მწვრთნელია და ძალიან ცუდია რომ უკვე ასაკშია და მიდის ან გასულებას მოუწყოს უკვე იმაში რა ქვია მაგას რომა სტადიონზე. და იქნება შემდეგი სეზონი და მწვრთნელი არ ვიცი ჯერ და საკითხავი ისა იქნება თუ არა რომა ეგეთ ფორმაში როგორც რა და ეგ ითამაშებს ეგეთ ფორმაში ითამაშებს თუ არა ეგეთ ფერბურთს. ჩემი აზრით, აი რომა როგორი არასტაბილური გუნდია შენ სხვა ატყობენ. კი, ხო. ერთ სეზონში ესეთ ფერბურთელები ყავს, მე ვიღაცებს დაიმატებენ კიდე ზოგს გაყიდიან და მე უკვე კონტროლს იცვლიან ხოლმე რა. ვიღაცა ვერ ეთამაშებს, მოვა ვიღაცა ცოტა ამოკაჩავენ და მე ეს დეროსით რაღაც უცნაურად გაუშვეს. ხო, დეროსი რა გადაიწყო ისე. რანიერივით კაი შედეგები ქონდა, იმასაც ნუ თლად რანიერივით არ ქონდა, მაგრამ ხო რაღაც 1-2 თამაში წააგო და ვერე გაუშვა. ხო, კაი შედეგები ქონდა, იმასაც შეფლიო დეროსისა. მილანი არის ძალიან ცუდ ფორმაში, ეგ წააგო კიდევ ერთხელ და მე-9 ადგილზეა და ევროტურნირების შანსი. ეს კონსეისაუ რა ვიცი, არა, აქვს კონსეისაუ შეიძლება გაუშვან. შეიძლება კი არა გაუშვებენ დიდი ალბათობით. ბოლონიამ მოიგო. ბოლონიამ ხო მოიგო. ანუ გეუნემ მაგარი სეზონია წელს ნიუკასლმა კარაბაოს კასი მოიგო, კრისტალ პალასმა ეგეც უნდა ვთქვათ. აგერ ბოლონიამ სერიაში არის მერვეზე და ჰქონდა რეალურად ბოლონიასაც ევროპის შანსი. მაგრამ ეხლა უკვე ითამაშებენ ევროპა ლიგაზე. რახანს მოიგო. კი, თან მილანმა იქაც წააგო, ფინალი წააგო. კრისტალ პალასი თან ევროპა ლიგაზე იქნება. კრისტალ პალასი ევროპა ლიგაზე იქნება, რაც არ უნდა გასაგებია. ანუ რა შეხედე, ანუ მე-12 ადგილსანი გადის ევროპა ლიგაზე და მე-16 მე-17 ადგილსანი ერთ-ერთი ევროპა ლიგაზე იქნება პრემიერ ლიგაზე. რაღაც სასწავლის მომსწრევად მართლა. ბოდიში ხო ჩემპიონთა ლიგაზე იქნება ერთ-ერთი. ხო. კრისტალ პალასმა თავისი 100-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო. ხო, პირველი ტიტული და მართლა არ ველოდი ხმე რომ კრისტალ პალასი აგებოს სიტის მოუგებდა 1-0-თან და სიტი 1-0-ზე ესე გაიჭედებოდა რაღაცა 딘 ჰენდერსონმა მოიგერია 11 მეტრიანი. ხო, მარმუშმა გააფუჭა და რავი ხა. მე პირადად 딘 ჰენდერსონ თვალები რომ მოდეჯერ ტეხიაზე არ გაუშვებდი მანჩესტერიდან 딘 ჰენდერსონს მით უმეტეს და ხა. მე მართლა არ მესწრებს რატო გაუშვეს ჰენდერსონი, იმიტომ რომ მართლა გაიმეკარე იყო. მაშინაც რო ხო, ეგ ხო, რაღაც ის იყო. კამათი კამაშთან ყოლა ვერ უყურე ვერბადები თვალი, იმიტომ რომ ბიჭო, ხო, ეს გვარდიოლას ეს ობსესია რო სჭირს მის მიმართ, რა მოგებასთან, ხო, ვერ ის აქვს. ცუდი ის აქვს რა, ეს თვისება აქვს, რომ აგებს მე რა ჭაჭყანს იწყებს. ხო, რავია, ისე
მე ძალიან მიხარია ეს პატარა გუნდების ამოქაჩვა და რაღაცები. კი. კაია მოკლედ. კრისტალ პალასი სულ ეხაც რავი მე-12 ადგილზე გავიდა და რა ვარც იქნა რავი ევროპა ლიგაზე ვნახავთ რა. ხო, საინტერესო საინტერესო ევროპაზე ნახო, მართლა საინტერესო. თან არ ყავს მართლა ცუდი გუნდი. არა, ცუდი გუნდი არ ყავს, ესეთი ახალგაზრდები წავს იგი ებერიჩი ეზე, მანამდე გეის ყავს. ხო, ოლისე წავდა რომელიც ბაიერს ძალიან მაგარ ფორმაში. ძალიან მაგარი მაგარია ხიდეს. თან კარგად შეეწყო ბაიერს. კი, დედასპიცა ვარ. ისეთი ციფრები დააბიქსი რა, ნუ 10 გოლზე მეტი და 10 გოლზე მეტი, 10 გოლზე კი რაც იმაზე ასისტზე მეტი დააფიქსი რა და რობენის ისა პრაიმ რობენის რიცხვები დააფიქსია რობენი არასდროს გამხარა ბომბარდირი და ისე ეგეთ გოლებს ეგრე იტან და ეგეც შემოირბეს იმიდან და უკვე მარჯვნიდან მარცხნივ წამოვა იტან ძალიან ლამაზ გოლებს. ლამაზ გოლზე ვინ მოხსედება? ლამინ იამალი. რომ ცეცი თამაში ცეცი გოლი გაიტანა. არ ვიცი მართლა ეგრე როგორ იტანა. ხო, ანუ აი რობენზეც ეგ გამახსენდა მე, რომ აი წამოვიდა ეს მარჯვნიდან მარცხნივ, წამოიღო ბურთი და აარტყა და ძალიან ესპანიოლთანაც მაგარი გოლი გაიტანა და ეხაც ვილიარიალთანაც კარგი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და რავი, ეგ ბავშვი 17 წლისაა და ყველაზე სუდი რა, ანუ ყველაზე ისეთი რაც ჯერჯერობით ხდება პოსტები Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში ის არის რომ ლამინ იამალს ამბობენ ლამინ იამალს უნდა მოიგოს ოქროს ბურთიო და ამ სეზონით მე კომენტარებს რო ვკითხულობ ამ სეზონით არაფერი არ ეკუთვნისო, იმიტომ რომ იმან ამდენი გოლი გაიტანა, იმან ამდენი და ჩემ მართლა ლამინ იამალის ოქროს ბურთი ამ სეზონით ტოპ 3-ში შეიძლება შევიდეს, მაგრამ ცოტა ადრეა, მოდი ჯერ ამ ბავშვს ბაცალოთ განვითარება, იმიტომ რომ შეიძლება უკეთესი სეზონები წინ ქონდეს. ლამინ იამალი სალაჰი ოქროს ბურთზე მე რაფინიას ვამბობ მაინც. ან სალაჰი ან რაფინია. ნუ უფრო იმაზე იქნება დამოკიდებული ვინ მოიგებს ლიგას. PSG-ში რომ მოიგოს დემბელეს ექნება. დემბელეს ექნება, მაგრამ აი დემბელეს გონარულმა მაინც ბიჭო აი მეკარე რომ მაგიტომ გონია. იმ ფაქტორიდან გამომდინარე მეც არ ამგონია რომ მეკარეს მიცენ. არა, იმას კი არ ვამბობ რომ არ იმსახურებს. აი მაგმიზეზის გამომგონია რაფინია მე. გადამწყვეტ თამაშებში დონარუმა ყოველთვის. მაგიტომ გონია მე ხო და მე სალაჰი მაგიტომ გონია რომ მაგან დადო ყველაზე დიდი შრომა იმისათვის რომ მოეგო ლივერპულს პრემიერ ლიგის მოგება არის ძალიან რთული. მაგმიზეზის გამომგონია მე ზუსტად რაფინია, იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი თამაში ხო კი ბაიერთან ჰეტრიკი შეასრულა, რეალს ყველა თამაში გაუტანა, ფუბლი გაუტანა ორჯერთან. ჰეტრიკები შეასრულა, ჰეტრიკი ხო ბაიერთან ვალიდოდი არ ავიღოთ საერთოდ მნიშვნელოვან თამაშებში ძალიან მაგარი იყო რაფინე, ინტერთანაც გაიტანა თან. ინტერთან ის გოლი კი არა, რაფინია მართლა. ელ კლასიკოებში ხო მაგას ვამბობ. კი. ისეთ პოზიციას მისცეს, რომელსაც საერთოდ არ აძლევს, იშვიათად აძლევს. მაგრამ როდრის ოქროს ბურთს თავისი ის ჰქონდა იქ. ხო და აი დონარუმ რომოიგოს ოქროს ბურთს ვერ იტყვის რომ დამსახურებელი. არა, ხო მეც მაგას ვამბობ. დამსახურებელი ნადადარი. დონარუმ რომოიგოს ოქროს ბურთი მართლა არ იქნება, აი ვერ იტყვის იმას რომ აი არ იმსახურებს და აი მეკარემ რატომ მოიგო ან რაღაც. იმიტომ დონარუმამ რა მატჩებით ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. თუნდაც ის რო ავიღოთ, რა ქვია, ნახევარფინალში არსენალთან, რა ვიცი, აი მართლა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა. ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა. სტაბილურია და რა ვიცი რა და იმსახურებს. ვერ იტყვი რომ არ იმსახურებს რა. თან ის იმ ხრივაც კარგი იქნება ხა. სულ შემტევები და ისინი იგებენ და მეკარემ ხო დამსახურები კი დამსახურებს ეგ შეიძლება თქვა იამალზეც რომ იმსახურებს, იმიტომ რომ 17 წლისაა და მე რას ვიზახი, ისე რომ თუ ლიგაც მე. ხო, ეგ კი რა თქმა უნდა. მე მაინც ჯერ რაფინიას მივაწვევი, იმიტომ რომ რაფინიას ძალიან მაგარი სეზონი ქონდა 58 გოლ პლუს ასისტი დადო. ლიგაზე ხო ბომბარდირი გახდა. ასისტენტიც ასისტები ძალიან ბევრი გააკეთა და მოკლედ პოტენციალი აქვს ხა რაფინიას და არ ვიცი ხა რა მოხდება. რთულია რა. ჩემპიონთა ლიგაში შეცვლის მოკლედ ბევრს რა, PSG-ს თუ მოიგო ორი გამოყოფილი ფავორიტი ეყოლება პრემიერს, რა ქვია, დონარუმას და დემბელეს სახით და იგი ინტერიდან მაინც და მაინც ვერ იტყვი რომ ინტერიდან ვიღაცა ესე იმსახურებს, ან ლაუტაროს არა კაი სეზონი. ლაუტაროსზე შეიძლება გეთქვა შარშან. იმიტომ რომ შარშან კაი იყო რა ლაუტარო. ზომერი
ზომერიც ახლა დიდად რო არა ხუმრობ ხო ვიცი ხუმრობ მაგრამ ზომერიც მაინც ინტერიდან არ არის ესეთ გამოკვეთილი ფავორიტი იმაზე ოქროსბურთზე და ნახოთ მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომელიც 31-ში გადაწყვეტს ხო არა ესე ინდივიდუალური ესეთ გამოკვეთილი ესეთი არ ყავს ხო უფრო გუნდური ხო კაი შეკრული გუნდია რა ხო და ნახოთ რა მოხდება რა ვიცი მე მაინც გონია რომ სალა უფრო მაინც რა პრემიერ ლიგის პონში და არაფერი არა გამორიცხული მაგრამ პრემიერ ლიგის პასიურობს ხო კი მე მართლა მე გამიხარდება რომ არა იყოს მაგრამ მამამდე ამდენი ხანი გოლი არ გაუტანია ეს მე ეს არ გაუტანია ხო ნახოთ რა ვიცი რას გაიგებ რა ვიცი ანუ ეგრე რო ვთქვათ რომ პრემიერ ლიგის ბომბარდირი შეიძლება გახდეს ოქროსბურთის გამარჯვებული მაშინ შეეძლო იმასაც რა ქვია მოეგო სუარესაც იმიტომ რომ გახდა გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე იყოზე არ თამაში ამან ჩემპიონთა ლიგა ჩააგდო რა ისეთ ეტაპზე გამოვარდა რომ ვერაფერი ვერ იქნა იმით 8 თამაშით ვერ შეაფასებ რა გუნდს თუ 10 თამაში 10 თამაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ხო თან ნუნო მენდეშმა ისეთები ჩაუდგა ხო მე შეიძლება გეთქვა იგივე სალახზე რომელიც 2017-18 წლების წლებში გახდა პრემიერ ლიგის ბომბარდირი და შეეძლო მაშინაც ოქროსბურთს მოგება მაგრამ ფინალში წააგო რეალთან და იქ მოდრიც მიცევა მაშინ მესიო და ის ოქროსბურთი მაშინ მოდრიც მიცევა მე მგონია თუ დემბელე გახდა იმის ფინალში დემბელე მოიგებს მე რაგონია დემბელე ხო კი გადამწყვეტ თამაში ჩემპიონთა ლიგაზე დემბელემ დიდი ხანუ კარგი მაგრად ითამაშა და მნიშვნელობა ენიჭება ჩემპიონთა ლიგას და როგორ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგას დემბელე თუ არ გახდა იმი და პესეჟი მოიგო მგონია რომ ან დონარუმამ რო მაგარი სერვერი გააკეთა ხო ეგ ვარიანტია რა შეეძლო ყველაფერი შესაძლებელია რა ვიცი ხა მე მგონია რომ 2017-ში მოდრიც არ უნდა მოიგო არა რონალდო იყო ფავორიტი რა რონალდოს ნაირი სეზონია ეგ ის წელი არის მაგალითად რო გაიტანა კი იუვენტუსთან რო გაიტანა ნახევარფინალში მაგალითად რა მე მაინც გონია რომ არ უნდა მოიგო მოდრიც ხო არა ხო ანუ შეიძლება ანუ იმას არ ვამბობ რა არის მსახურებდა მაგრამ თავ ანუ ბიჭო ანუ სამსახურებით ახლა ხორვატია ესეთი ქვეყანაა რომ ჩემპიონატ ფინალში გაკავს ხორვატია და პირველად გავიდა ხო მანამდე კაი 98-ში უნდა კიდე კაი მსოფლიო სადაც მესამეზე გავიდნენ თუ რაღაცა მაგრამ ანუ ისტორიას ქმნი მაგით ისტორიას წერენ ლუკა მოდრიჩი, პერისიჩი, კრამარიჩი, რაკიტიჩი ესენი მაგრამ ანუ ესე უშუალოდ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კი, მოიგო. მაგრამ რაღაცაზე ხო უნდა იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში განსაკუთრებული ხო რაღაცა უნდა შეგექმნა სიტყვაზე ან ჩემპიონთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რაღაცა უნდა გექნა. დამარცხი საფრანგეთთან, კი, ჩემპიონთა ლიგა მოიგე, აქეთ მეორე იმაზე ესდევს, მაგრამ რონალდომ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, გახდა ბომბარდირი, გახდა რავი, ანუ გოლები გაიტანა 53 თუ რაღაცა გოლი ჰქონდა და რაღაცა ჰქონდა და სეზონი ჰქონდა მოკლედ არანორმალური, ლამაზი გოლების გაიტანა. და რეალს მიათრევდა. ხო, ბიჭო, ეგ თუ ვინმე თუ იტანდა, ეგ იტანდა. ეგ იტანდა ხო, მაგას ვამბობდა, პროსტა ანუ ესე არ შეიძლება ხო, რავი. ისე იმაშვებიან ამ ოქროს უკვე როდეს გამიგვირდა მე პირადად ან არ ველოდი ყოველ შემთხვევაში მე ეს მეგონა რომ ვინისიუს მიცემდნენ ამ ოქროს პულს, იმიტომ რომ ჩემპიონთა ზუსტად ეგრე იგივე მიზეზი. მე მაგრა გამიგვირდა ხოლმე. მაინც ბოლო მე მეგონა რომ აი მაინც მეთქი ვინისიუს. მეც ეგ მეგონა ზუსტად იგივე მიზეზით, რაც იმაზე ვამბობდი რა ქვია. არა, ხო, რა ძალიან კაი სეზონი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბომბარდირი იმის რა ქვია მაგას. ლა ლიგის ბომბარდირი გახდა. მე რა მგონია ესე. არ გამთარა, მაგრამ ანუ ესეთი ბომბარდირი იყო. მოგებაში ხელმა შეუშალა თავისთან იმპალე. ეგ რა თქმა უნდა, ხო, ეგ ჟურნალისტები ხო აძლევენ. FIFA-მაც იქვა ზუსტად თუ ფრანს ფუტბოლმაც ვინს აძლევს ამ იმას რა ქვია, ოქროს პულს. სამი მოთხოვნილება ხო არის? ერთ-ერთი არის fair play და როგორ მოიქცევი სტადიონზე და ასე შემდეგ. ვინისიუსი ამ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს სამყარო ტიპაჟიდან გამომდინარე, თორე ფეხბურთელი როგორც ასეთი ვინისიუსი ძალიან კარგია. გონი რეალის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რეალის ფანებსაც რო არევას. ხო, ну თავისი ცევების ყველას. თავისი ცევებიდან გამომდინარე, თორე ეხა ფეხბურთელი ძალიან კაია რა. არა, მაგას ნახდად ვერ ვიტყვი, ანუ ვინისიუს მართლა სასწაული. თან რამხელა ესე იმით რო შეხედო ტრაექტორიით, რამხელა პროგრესი განიცადა, მაგრამ ერთ პერიოდი იყო მაზილას ეძახდნენ ვინისიუს მართლა მაზილაო იმენა.
აი ბურთს ვერ იყო მართლა ბურთს ვერ არტყამდა ნორმალ კარებში ვერ არტყამდა ეგრე ანჩელოტი რომ მოვიდა რაღაცნაირად არ ვიცი რა მაგარი ფეხბურთელია ეგრე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რაზე იცი მაშინ თუ სალაჰი განიხილება ხუთბურთის კანდიდატებში რატო არ განიხილება მაშინ მბაპე რომელიც ხო მბაპე მას 29 გოლი გაიტანა რონალდოს რეკორდი მოხსნა მაშინ სეზონში დაკავებული გოლები არის ესე მესი და რონალდოს მერე კოსტა შიდა ტურნირის კარგი ჩატარება აღარ გქონდა შიდა ტურნირი მაშინ ჩაატარა რაღაც საოცრად როგორც მესიმ ჩაატარა ნახევარფინალში იფრინა ჩიტყიანი სეზონი იფრინა მე მაგიტომ გონია რომ ბაპეს და სალას არ ეყოფა ეგ რომ ქიანი სეზონი რაღაც გრანდიოზულად აღშეუტარებია ეს მონაკო ერთი ქონდა სასწაული ის პირველი წრე ქონდა და მე უკვე კაიხანი გოლი არ გაუტანა. პირველი წრე ქონდა კაი, ხო, ჩემპიონობის მერე გოლი არ გაუტანა, და გაიტანა ის მერე. 2018 არის ხო? თოდეჰემამდეც კაიხანი არ ქონდა გატანა. კი. მესი ლაგიგა რომ მოიგო მარტო და ანუ ვანდაიქს რომ მოიგო. 18 ხო, 18 ხო. მესი მიქის მოიგო, ინტერნაციონალური. ის. ამოვიდა 18 ეგულს ზერჩი მოიგო. ხო 19 ლა ლიგაზე. მან მარტო ლა ლიგა მოიგო. მაგრამ ლა ლიგაში ჩაატარა. ლივერპულთან რო გავარდნენ 4 ლიგა. 20+ გოლი ქონდა და 20+ ასისტი ქონდა. ეგ მაგარი სეზონი. არა, ეგ 19 წლში 20+ გოლი და 20+ ასისტი. 19 წლში. სეზონი მესის ინდივიდუალური ფუტბოლის პროგრამის ერთ-ერთი ყოლი. მაგ სეზონში და მაგას ეგეთი უნდა ჩაატაროთ ხიმულიგების სეზონში გაიტანა 53 გოლი. 53-დან იყო, რავი, ჩარიმე, ჰეტრიკები. ოქროს ბუთსი თავისთავად მოიგო, ჯარიმები, ჰეტრიკები, დუბლები, ორი ჯარიმა, ისე გინდა დუბლები, რავი, ანუ სასწაული სეზონი ქონდა. ხო, არა, თან ეგ წლები იქნება მართლა რომ ერთი ადამიანი არ მია, რა ვიცი. ერთი კაცის გუნდი იყო, ის ბოლო 3 წელი რაც ქონდა მესის ბარსელონაში 18-19-20-21, ერთი კაცის გუნდი იყო რა. მართლა ხო, აი მართლა ერთი ადამიანი ათრევდა მთელ გუნდს რა. ეგ იყო და ეგ, რა ვიცი, არ ვიცი. ესე ხო ვერი ტყვივე ოქროსბურთის შეტენის და არა ხო მე თითქმის ოქროსბურთიდან 4-ზე ამბობენ შეტენესო და არ ვიცი ხო ეგეთი ვერ მეტყვის ვერანი ეგეთი ინდივიდუალური სეზონი ვისაა ჩატარებული აი ვის რონალდოსაც არა მაგას ვამბობ ანუ არავის არ აქვს ეგეთი ინდივიდუალური სეზონები ანუ არა მარტო სეზონები არ აქვს ჩატარებული ფეხბურთელს მე რა შეძახეთ მესი იყო მესის ოქროსბურთის მოგებები, როდესაც მესის გარდა ბენამინ მოიგებდა. ანუ იყო ასევე სეზონები, სადაც შეიძლება სხვას მოიგო და თქვა რომ დამსახურებად მოიგო, მაგრამ მესიმ რომ მოიგო, მაინც ვერ იტყვი რომ დამსახურებად. ხო, ანუ თუნდაც მესიმას დაიმსახურა. თუნდაც ეგ სეზონი 18-19 და თუნდაც სოფლიო ჩემპიონატი როცა მოიგო ეგ სეზონი, როცა ჰოლანდსაც შეეძლო მოგება, მაგრამ ანუ ვერ იტყვი. ხო, მაგრამ ტრებლი მოიგო. მაგას როგორ ჩანს? მესიმ ჩაატარა ალბათ ის სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონი. ზუსტად, ხო. და ანუ ესე ვერ იტყვი, ანუ ზუსტად ეგაა რომ რონალდოს და მესის წასვლის მე ევროპიდან კროსბურთზე ანუ ვერ იტყვი მართლა ვინ მოიგებს რა უნდა ჩაატარო მაშინ რაღაც სასწაული სეზონი ანუ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გაიტანო 90 გოლი ლა ლიგაში უნდა იმაში სიდა ჩემპიონატში 118 გოლი და რაღაც მაგიტომ მოვიყვანე ზუსტად ეგ მაგალითად რომ თუ გინდა რომ მოიგო კროსბურთი მარტო შიდა ჩემპიონატის ხარჯზე მაშინ ეგეთი სეზონი უნდა ჩაატარო ინდივიდუალურად უნდა გაიგიჟოთ როგორც მესი ჩაატარა და ეგეთი ფეხბურთელები აღარ არის. არა, ეგ სამწუხაროდ არა. ერთი იყო და ორი უფასო. ველოდებით ახლა შეიძლება რაფინიას წელს მაგიო. ხო, მაგას ვფიქრობ მე, ზუსტად მაგითო ვფიქრობ მე, მაგას ან ლა ლიგაში ზუსტად მაგას ამბობდა რომ ინდივიდუალური სეზონის მხრივ მართლა. ლა ლიგაში 18 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში 12 გოლი გაიტანა, კოპა დელ რეიზიც გაიტანა, გადამწყვეტ მომენტებში იტანა. ხო, ანუ ბევრი აქვს ესეთ თამაში გატანილი, ჰეტრიკები გაიტანა, თან ერთი გოლი გაიტანა, ბაიერნთან გაიტანა ჰეტრიკი. რეალთან ორ თამაში დუბლი გაიტანა, მანამდეც გაიტანა ერთი გოლი. ელ კლასიკოებში რავი, გუკია. ხო და რა ვიცი, ანუ მნიშვნელოვან თამაშებში იტანდა ეგ კაცი, ანუ იცი არ ყოფილა რომ ცაილკაში იტანდა თან გოლების ლამაზ ბენფიკასთან თუნდაც რა ვიცი, ანუ არ ყოფილა ისე რომ რაფინია. სალაჰი რაფინიას თუ შეადარებ ან სეზონით უფრო რაფინია გაგახსენებდა ვიდრე სალაჰი. მე ეგრე ვარ უფრო კი. ო რაფინია. ო იმიტომ რომ უფრო გადამწყვეტ მომენტებში იტანდა. ხო, სალას რო შეძლებოდა გადამწყვეტ მომენტში ესე ვთქვათ ესე თამაში, მაშინ გამოვიდა PSG-ს მარტო და იქ 1-0 არ დამთავრდებოდა ეგ თამაში.
და სალაჰის აი ეგ ჩემი აზრით აი ეგ უფრო ბურთისკენ სულა ზუსტად აი ჩაიჭრა რომ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან. მე მაგრა გამიკვირდა შორს ლივერპული რო გამოვარდა. ხო, მე გამიკვირდა ის რომ ლივერპული გამოვარდა ერთი და სალაჰ ვაფშე ფეხი ვერ გაანძრია გუნდმა. ხო, მაგრამ სალაჰი რომ მიდიოდა განსაკუთრებით სალაჰ. მენდეშმა რა ვიცი, ჩაულებრივად, ძალიან ჩაულებრივად გადაკეტა სალაჰი. რა ვიცი, ლივერპულს ორივე მეკარე მიგის ეთები ითამაშა ალისონმა და დონარუმმა. დაცვაში ვერ იყო და საუკეთესო არის. შეტევაში სასწაულია. ხო, დაცვაში ბევრი პრობლემა აქვს. რა ვიცი, მოგლოდ მაინც რაფინიასკენ მას ვიზა მე მიწევს გული. სონს მაინც რაფინიაზე და ხო? ხო, რაფინია ესეთი ინდივიდუალური სეზონი უნდა შეფასდეს მაინც იმით რომ აი რაფინია უფრო ბურთი და რაღაც მერე წარმოვიდგენია რეალის ფანები. ხო. კაი. ისიც ხო აღნიშნეთ რა ქვია, არ გითხოს ჩემპიონშიპის პლეიოფის ფინალი ხო შეფილდის სანდერლენდი ხო აი სანდერლენდი მინდა სანდერლენდმა მოგო აი მას კოვენტრის სანდერლენდს ყავს ძალიან მაგარი ახალგაზრდა როგორც კი უნდა უკვე ტოპ გუნდებს უნდა თან ისიც ყავს ბელინგემის სანდერლენდში ჯოუბი არა ჯო ბელინგემი და დორტმუნდს უნდა დორტმუნდს უნდა ბევრს უნდა ხო აი ზოგადად ეს ისტორია შეიძლება გამეუღდეს ხო შეიძლება კი საინტერესო იქნება და ძმების დაპირისპირება ლარიგის ხო მაგარი იქნებოდა საინტერესო იქნება აი მანჩესტერმა წაიღო კენო როგორ ისნაირი ხო ბიჭო არა მე რაც მაქვს მაგის ისინი ნახე ხა რო ვთქვა რომ ეხა თამაშები მაქვს ნახე ჩემპიონშიპის შემშლება მოვიტყუები მაგრამ რაც მაქვს აი კლიპები და ისინი რა ჰაილაითები და რაღაცა მათ ჯერ გავს ხო შორის ბელინგემს და ჯუს მაფაგავს ხო რაღაცა ხო თითქოს გავს რა მაინც ნები არიან და ეთქო გენეტიკურად გავს და ხო ანუ კაია რაც უბრალოდ ხო ჯერ თან ძალიან პატარაა როგორც ხო ბელინგემიც ის იყო პატარა და წარმოვიდგინე ბირმინგემიდან რო გადავიდა გააუქმეს 22 ნომერი იმის გამო რომ ტიმმა ერთი სეზონი ისეთი ითამაშა რომ ეგრევე ანუ თან ამდენი გადაიღო 20 მაშინ 21 მილიონი გადაიხადა 17 წელს იყო მაშინ და 18 წელს რო იყო უკვე ლიგაზე სიტის რო ეთამაშა კაპიტანად იყო თან მაგარი იყო ხო თან მაგარი იყო არა ხო მაგარი დორტმუნდი მაგაში ერთ-ერთი დორტმუნდი მაგაში ერთ-ერთი საუკეთესოა სატრანსფერო პოლიტიკა აქვს რაღაც სკაუტები დააიღოს ჰოლანდი დემბელე გერმანიაში მაგან აღმოაჩინა გერმანიაში რამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი მაგარი ხო არა მარტო გუნდოგანი ლევანდოვსკი კი ლევანდოვსკი პოზნანიდან წამოიყვანეს ლეხოსპოზნანიდან ხო ნოსი ბაიერნის მაგას ვამბობ ხომ საიდან წამოიყვანეს მეთქი ანუ ის ჰუმელსი წამოიყვანეს ბაიერნის მეორე გუნდიდან ერთი თამაში აქვს ჩატარებული იქამდე ბუნაში ახალ ერთ გუნდში პირველ გუნდში ბაიერნის და წამოიყვანეს და ჰუმელსი რავი პიშეკიც თუნდაც ისეთ ფეხბურთელებს ყავდა რა ხო არა თან რაღაცნაირად ეს დორტმუნდში იმძგანადეს ყველა კარგად ეწყობა რა ეგეთი გუნდია ეთყობა რა ვიცი ხა ნური შაჰინი რო კარგად ითამაშებს და ეგეთი ფეხბურთელი შმელცერი ხო ანუ მერეა პრობლემა როგორც ჩანს დორტმუნდის მე რამდენიმეზე ვერ იტყვი ეგ ობამაიანზე ვერ იტყვი რომ ვერ ითამაშაო არსენალში კაი იყო ბარსელონაში ხო ანუ დარკ იარ ბარსელონა რო იყო შავი წლები რაც აქ ბარსელონას ფანებს გამოვლილი მიხვდებით რა თქვა აქვს უფრო სწორად იქ ობამეიანი ერთ-ერთი ისე რა ქვია კაშკაში ფეხბურთელი იყო და იმან რაღაცა იმედები მოგვცა კარგად ითამაშა 5-0 მოუგა კლასიკოში ხო ხო და რავი არა მაგ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა კი აიაქსი ხო რა ვიცი რავი დორტმუნდი და რა ვიცი ზალცბურგი და ლაიფციგი ეგეთი გუნდები ხო ზალცბურგი ლაიფციგ ხო ზოგადად რედბული სადაც ჩადო ინვესტიცია ყველგან იმიტომ გონია რომ ის პარიზი გამოვარდა ხო პარიზში ხოლმე ჩადო ინვესტიცია ალონსოზე რას ფიქრობთ ხო ალონსოზე ვილაპარაკე მე და მე მგონია რომ გაუჭირდება მაინც იმიტომ რომ რავი აი ბუნდესლიგიდან ეგრევე ლიგაში და პლუს რეალში ხო ძალიან დიდი ნახტომია რავი ხა ბაიერ ლევერკუზენი კაი გუნდია მართლა კაი გუნდია და კაი გუნდი დააყენა მაგისგან მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება სტანდარტებში ის მაინც პატარა გუნდია რეალთან შედარებით თავს სად 3+ მთლიანად უნდა შეცვალოს თამაშის
სტილი და ფორმაცია, სამი მცველი უნდა ითამაშოს. ხო, ვაფშე სხვა ფეხბურთელები ყავს. ხო, როგორ მოერგება ესენი ამ სტილს, ალონსოს სტილს, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს საინტერესო იქნება რეალი თუ სამი მცველი ითამაშოს. ან ჯერ ითამაშებს თუ არა ეგეც საინტერესო საკითხავია არა, ხო თქვენს და რა ვნახოთ. ხო, არ ვიცი, ნახოთ რა. თან დაიმატეს ფრიმპონგი ლივერპულს უნდა გადავიდა 35 მე მგონი ხო 35 მილიონი ვიყიდა ლივერპულს იყიდა ოფიციალურად აქეთ რეალმა იყიდა ჰიუსტენი რომელიც ძალიან მაგარი მცველია ან მაგარია კი კაი ან ბორმუჩი ძალიან კაი იყო თან მე ერთ-ერთი მიხარია ესპანელია და ჰოლანდია არაერთია ესპანეთს ძალიან კაი დაცვა მის ყავს თავობა დაცვაში რა კუბასი რამოსი ასენსიო და ეს ჰიუსენი კაი იქნება იმედი მაქვს ჰიუსენი მაგრამ ხო ბოლოში რაც ნახე სამაშობ კი კარგი იქით ბალდე და იქით კარვახალე რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ყველაფერი პერსპექტიული ხალხი წინა საბრუნდები ეხატრობინან იქ იყო რა რომაში იყო განათხოვებული და მოურინიო თქვა მაშინ რომ ხო თქვენ არიცითო, მაგრამ ჰიუსენი მართლა ძალიან იუვენტუსში რო იყო მაშინ ერთ-ერთ იმაზე რა ქვია, ვარჯიშზე ამბობდა რომ, ანუ არ მავარჯიშებნენო რა. ნახე? არ მავარჯიშებნენო და სულად მომეცაო. მეუნებოდი და სხვაგან გადაწადიო იქით მარტო ივარჯიშეო რა. ახლა როგორი ფეხბურთელი ახალგაზრდა ტიპი? სადე? იუვენტუსში იყო, იუვენტუსის next gen-ში იყო რა, მეორე გუნდში და როცა ვარჯიშზე მიდიოდა მიშორებნენო რა იმენა ჩემი გაგდება უნდა გუნდიდანო შანს არ მაძლევნენო ანუ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარო და რაღაცა მომეციო შანსიო რაღაც არის იმის მაგალითად ვარჯიშზე დიდებთან ერთად მევარჯიშაო მაგდნენო მარტო მიწევდაო ვარჯიშიო მე რომაში გამიშვესო მე მოგლედო საბოლოოდ მადლობელი ვარო რომ ბორმუჩი აღმოჩნდიო რა ანუ ჩემი კარიერა ესე წარიმართაო და ეხა რეალის ფეხბურთელი ვარო და რაღაცა და როგორ შეიძლება უცბად რადიკალურად შეიცვალოს ფეხბურთელის კარიერა მაგრამ მე მაგას ხო ამასთან ვლაპარაკობდი მაგას რომ ფრიმპონგი არის აი ეგეთი იდეალური შეცვლა არნოლდიდან ფრიმპონგა ესე აი ხო ერთ-ერთი ყველაზე უკეთესია კი შეტევაში ძალიან კაი ერთ-ერთი კაი ყველაზე კაი რაც გზა ქონდა ლივერპულს ეს იყო რომ ფრიმპონგი იყიდა და ჩანაცვლეს იდეალურად ჩანაცვლეს თუ ფრიმპონგი იყიდეს მაგათმა მართლა მე აი ძალიან მაგარი ჩანაცვლება გამოვიდა დაცმებული იყო პლუს ისიც ემატება მაგას რომ ფრიმპონგი ჰოლანდიიდანაა ხო, სლოთან არ გაუჭირდება ეს და ხო, ჰოლანდიელი. ფირზე დაიწერო რომ სიტი ოფიციალურად გამოეთიშაო. და დილობობით მე თავიდანვე ბაიერნს ვამბობდი, იმიტომ რომ ბაიერნი არ ამგონია. არ გაუშვეს ხაიდან. არ გაუშვეს მაგას და აგრეთ დებრუნი თუ წავიდა სიტიდან დებრუნი თუ წავიდა რა მიდის სიტიდან და მე მეგონა რომ მაინც სიტი ესე არ შეეხსნებოდა მაისში ჯერ კიდევ იმას რა ქვია მაგაზე გამახსენდა ის მორგან გიბს ვაიტი და მაგრად უნდა დათმობ ხო არა საინტერესოა გიბს ვაიტი კი კაცო ბევრი წავა როგორც იწერება და რა ვიცი მოვიდეთ ნელ-ნელა უკვე წავიდეთ დასასრულისკენაც ბევრი ვისაუბრეთ სეზონის ნუ დამთავრებულია თითქმის რაღაც 1-2 რამდენიმე თამაში დარჩა ბარემ ის ახანა ახლოსა უკვე 21-ში არის ფინალი, მაგაზე გავაკეთეთ რა პროგნოზი უცბად და ევროპა ლიგის. ხო, ევროპა ლიგის წინასაც ხო თქვი წინა ვიდეოში. ნუ მე მაინც მანჩესტერის ვიხრები ასე თუ ისე რა. ანუ ტოტენჰემის და არაფერი მაგაზე სხვათაშორის მაგაზე დაიწერა ბევრდან რომ წელს ანდერდოგების წელიაო და აი ბოლონიამ მოიგო. კი, და ტოტენჰემს მერე კრისტალ პალასმა მოიგო რამდენი ხნის მერე ნიუკასლმა რამდენი ხნის მერე მოიგო და აი იქნება ზუსტად მაგის მიზნია მაგრამ აი იქნება ზუსტად არ ვიცი მე მაინც ორივე მოგვით მანჩესტერისკენ ვიხრებით ასე თუ ისე რატიმით უმეტეს და მაგა გაუჭირდება იუნაიტედში ნახავთ რა ყველაფერს ესეც ჩვენი მურიგი ეპიზოდი რომელიც დაიდება სულ მეხუთე ეპიზოდი დაალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი გამოუყევით TikTok-ზე. რა ვიცი, მადლობა. წარმატებები, კარგად იყავ.